ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ნოეს ჰქონდა გეგმა, რომელიც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა, ამბობს 90 წლის გიორგი ჩხეიძე, რომელიც 1921 წელს იყო რამიშვილის პირადი მდივნის თანაშემწე. მისი ხელები დღესაც კანკალებს, როცა იხსენებს იმ საიდუმლო შეკრებას თებერვლის ცივ ღამეს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის უახლოეს თანამებრძოლებს გაუმხილა დოკუმენტი, რომელსაც კოდური სახელი ჰქონდა გეგმაბ. ამ დოკუმენტში იყო დეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ შეეძლო საქართველოს გადარჩენა საბჭოთა ოკუპაციისგან ომის გარეშე. რატომ არ განხორციელდა ეს გეგმა? ვინ შეაჩერა რამიშვილი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნებოდა საქართველო, რომ ეს გეგმა რეალობად ქცეულიყო. 1921 წლის იანვრის 15. თბილისის ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ღამის 2 საათზე იკრიბება 6 კაცი. არც ერთი მათგანი არ არის ოფიციალურ სიაში. არც ერთი შეხვედრა არ არის დაფიქსირებული სამთავრობო ოქმებში. ნოე რამიშვილი პირადად ამოწმებს ყველა კარს, ყველა ფანჯარას. მან იცის, რომ მოსკოვის აგენტები ყველგან არიან. მან იცის, რომ ეს შეხვედრა შეიძლება იყოს მისი უკანასკნელი შანსი გადაარჩინოს ქვეყანა. ოთახში მხოლოდ ერთი დოკუმენტია, 27 გვერდის ხელნაწერი, რომელსაც თავად რამიშვილმა დაწერა წინა ღამეს. ამ დოკუმენტში არის ყველაფერი, სამხედრო რეფორმები, ეკონომიკური გარდაქმნები, საიდუმლო დიპლომატიური არხები და რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, კონკრეტული სახელები იმ ადამიანების, ვინც უნდა ჩაანაცვლოს მთავრობაში, რათა გეგმა იმუშაოს. რატომ დაიცვა ეს დოკუმენტი 2 კვირის შემდეგ? ვინ იყო ის ერთი ადამიანი იმ 6-დან, ვინც ღალატი ჩაიდინა? და რა ფასი გადაუხადა საქართველომ ამ ღალატისთვის? ნოე რამიშვილი არ იყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. როცა ნოე ჟორდანია საერთაშორისო კონფერენციებზე ლამაზ სიტყვებს ამბობდა დემოკრატიაზე, რამიშვილი თბილისის ქუჩებში ქმნიდა რეალურ ძალას, რომელსაც შეეძლო ამ დემოკრატიის დაცვა. როცა სხვები საუბრობდნენ რეფორმებზე, რამიშვილი ახორციელებდა მათ. მაგრამ 1921 წლის დასაწყისისთვის მან იცოდა რაღაც, რაც სხვებმა არ იცოდნენ. მან იცოდა, რომ დრო იწურებოდა. მან იცოდა, რომ მოსკოვი ემზადებოდა. და მან იცოდა, რომ საქართველოს არმია, რომელიც მას ჰქონდა, ვერასოდეს შეაჩერებდა წითელ არმიას. სწორედ ამიტომ დაწერა მან გეგმას, რომელიც არ ეფუძნებოდა სამხედრო ძალას, არამედ რაღაც სულ სხვას. რას? და რატომ ეშინოდა ლენინს ამ გეგმის? 1921 წლის თებერვალში, ზუსტად 29 დღით ადრე, ვიდრე წითელი არმია შემოვიდოდა საქართველოში, რამიშვილმა გააგზავნა საიდუმლო წერილი ანკარაში. არა ოფიციალური დიპლომატიური არხებით, არამედ პირადი კურიერის მეშვეობით. ეს კურიერი იყო 30 წლის ქართველი ოფიცერი, რომელიც თურქულად საუბრობდა როგორც მშობლიურად. წერილში რამიშვილის თავაზობდა თურქეთის მთავრობას რაღაც უპრეცედენტოს სამხედრო ალიანსს, რომელიც არ იქნებოდა მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, არამედ იქნებოდა თავდაცვითი პაქტი კავკასიის სტაბილურობისთვის. მაგრამ ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი უფრო დიდი გეგმისა. რამიშვილმა იცოდა, რომ თურქეთი მარტო ვერ იქნებოდა საკმარისი. მას სჭირდებოდა მეტი. მას სჭირდებოდა ის, რაც არავის ელოდა, საიდუმლო შეთანხმება პოლონეთთან. როგორ აპირებდა რამიშვილი დაკავშირებას პოლონეთთან, როცა მათ შორის იყო მთელი საბჭოთა რუსეთი? და რატომ იყო ეს იდეა ისეთი საშიში მოსკოვისთვის? გეგმაც არ იყო მხოლოდ სამხედრო ალიანსების შესახებ. ის იყო სრული გარდაქმნის გეგმა. რამიშვილის დოკუმენტის მესამე თავი იწყებოდა სიტყვებით ეკონომიკური დამოუკიდებლობა 30 დღეში. როგორ შეეძლო მცირე ქვეყანას მიაღწია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის 1 თვეში? რამიშვილს ჰქონდა კონკრეტული გეგმა. პირველი, ბათუმის ნავთობის ტერმინალის სრული კონტროლი და ახალი ხელშეკრულებები დასავლურ კომპანიებთან. მეორე, მანგანუმის მოპოვების ეროვნულიზაცია და პირდაპირი ექსპორტი ამერიკაში. მესამე, და ეს იყო ყველაზე რადიკალური, სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო არა წლებში, არამედ კვირებში. რამიშვილმა გამოთვალა, რომ თუ საქართველო შეძლებდა თავისი სასურსათო დამოუკიდებლობის მიღწევას და ექსპორტის გაზრდას, მოსკოვს გაუჭირდებოდა ეკონომიკური ბლოკადის გამართლება საერთაშორისო თვალსაზრისით. მაგრამ ამ გეგმას ჰქონდა ერთი პრობლემა, ის მოითხოვდა რადიკალურ ცვლილებებს მთავრობაში. რამიშვილი იცოდა, რომ ზოგიერთი მინისტრი არასოდეს დაეთანხმებოდა ასეთ სწრაფ რეფორმებს. სწორედ ამიტომ შეიცავდა გეგმას სიას იმ ადამიანების, ვინც უნდა წასულიყო. ვინ იყო ამ სიაში? და რატომ გახდა ეს სია რამიშვილის დაღუპვის მიზეზი? იმ 6 კაციდან, ვინც იყო იანვრის 15-ის საიდუმლო შეხვედრაზე, 5 დაეთანხმა გეგმას.
ერთი დუმდა. რამიშვილმა შენიშნა ეს დუმილი, მაგრამ იფიქრა, რომ ეს იყო უბრალოდ სიფრთხილე. მან არ იცოდა, რომ ეს დუმილი იყო ღალატის დუმილი. ამ კაცს ჰქონდა კავშირი მოსკოვთან, არა იმიტომ, რომ იყო იდეოლოგიური კომუნისტი, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდა. ეშინოდა იმისა, რაც მოხდებოდა, თუ რამიშვილის გეგმა ჩაიშლებოდა. ეშინოდა, რომ იქნებოდა იმ სიაში, ვინც უნდა წასულიყო. და ამიტომ თებერვლის მე-18-ს, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ეს კაცი გადასცა ინფორმაცია მოსკოვის აგენტს თბილისში. არა სრული დოკუმენტი, არამედ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მოსკოვმა გაეგო რამიშვილი ემზადებოდა რაღაც დიდისთვის. და მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება, დრო აღარ იყო მათ მხარეზე. თუ რამიშვილს მიეცემოდა კიდევ ერთი თვე, მისი გეგმა შეიძლებოდა რეალობად ქცეულიყო. სწორედ ამიტომ დააჩქარა მოსკოვმა შეჭრის გეგმები. სწორედ ამიტომ შემოვიდა წითელი არმია თებერვლის მე-15-ს, ზუსტად იმ დღეს, როცა რამიშვილი ელოდა პასუხს ანკარადან. მაგრამ ვინ იყო ის ღალატი? და როგორ იცოდა მან ზუსტად რა უნდა გადაეცა მოსკოვისთვის? დღეს, როცა ვკითხულობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, ვკითხულობთ, რომ ის დაეცა იმიტომ, რომ იყო სუსტი, იმიტომ, რომ არ ჰქონდა ძლიერი არმია, იმიტომ, რომ დასავლეთმა მიატოვა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ნახევარი ჭეშმარიტება. მეორე ნახევარი, რომელიც დაიკარგა ისტორიაში, არის ის, რომ საქართველოს ჰქონდა შანსი. ჰქონდა კონკრეტული გეგმა. ჰქონდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა და ნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ნოე რამიშვილი არ იყო იდეალისტი. ის იყო პრაგმატიკოსი, რომელმაც იცოდა, რომ პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებს დიდ იმპერიას ძალით. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ პატარა ქვეყანას შეეძლო გადარჩენა, თუ იქნებოდა საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად სწრაფი და საკმარისად მზად გაეკეთებინა ის, რაც სხვები არ გაბედავდნენ. გეგმაც იყო ეს გამბედაობა. მაგრამ ის დარჩა მხოლოდ დოკუმენტად, რომელიც დაიცვა თებერვლის 9-21-ს, როცა წითელი არმია უკვე იყო რუსთავთან. რამიშვილმა პირადად დაწვა ის დოკუმენტი თავის ოფისში, იცოდა, რომ თუ ის ჩავარდებოდა ბოლშევიკების ხელში, ყველა, ვინც იყო ჩართული გეგმაში, მოკლული იქნებოდა. მაგრამ ერთი ასლი გადარჩა. როგორ? სად? და ვინ ინახავდა მას 90 წლის განმავლობაში? 1921 წლის მარტის 2. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაშია. რამიშვილი ბათუმშია, ელოდება ფრანგულ გემს, რომელიც უნდა გაიყვანოს ის და სხვა ლიდერები. მის ჯიბეში არის პატარა ნოუთბუქი, ის ნოუთბუქი, სადაც ჩაწერილი აქვს ყველა კონტაქტი, ყველა საიდუმლო შეთანხმება, ყველა დეტალი, გეგმა ბრდან. ის იცის, რომ ეს ნოუთბუქი არის მისი უკანასკნელი იარაღი. თუ ის მიაღწევს პარიზს, თუ ის შეძლებს დასავლეთის მთავრობების დარწმუნებას, რომ საქართველოს ჰქონდა რეალური გეგმა და რომ ის გეგმა ჩაიშალა ღალატის გამო, მაშინ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, საერთაშორისო საზოგადოება იმოქმედებს. მაგრამ გემზე ასვლამდე 1 საათით ადრე, რამიშვილთან მოდის კაცი. ის კაცი, რომელიც იყო იმ 6-დან. ის კაცი, რომელიც დუმდა იმ ღამეს იანვარში. ის ეუბნება რამიშვილს, რომ მოსკოვმა იცის ნოუთბუქის შესახებ. ეუბნება, რომ თუ რამიშვილი წაიღებს მას, ის არასოდეს მიაღწევს პარიზს, ფრანგულ გემზე არის აგენტი. რამიშვილი უყურებს ამ კაცს და იგებს. იგებს, რომ ეს არის ის, ვინც ღალატი ჩაიდინა. მაგრამ ის ასევე იგებს, რომ ეს კაცი ახლა ეუბნება ჭეშმარიტებას. რამიშვილს აქვს არჩევანი, წაიღოს ნოუთბუქი და სავარაუდოდ მოკვდეს გზაში, ან დატოვოს ის და გადარჩეს, მაგრამ დაკარგოს ერთადერთი მტკიცებულება თავისი გეგმისა. რა აირჩია მან? და სად არის ეს ნოუთბუქი დღეს? რამიშვილმა გააკეთა რაღაც, რაც არავინ ელოდა. მან გახსნა ნოუთბუქი და ამოგლიჯა 6 გვერდი, 6 გვერდი, სადაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გეგმა ბრდან. შემდეგ მან მისცა ეს გვერდები იმ კაცს, ღალატს და უთხრა, შენ იცი რა უნდა გააკეთო ამით. შენ იცი, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი იმედი. თუ შენ ნამდვილად გინდა გამოსწორება, წაიღე ეს და დამალე. დამალე ისე, რომ არც მოსკოვმა იპოვოს, არც დასავლეთმა დაივიწყოს. და ერთ დღეს, როცა საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი, ეს გვერდები უნდა გამოჩნდეს. რათა ხალხმა იცოდეს, ჩვენ გვქონდა გეგმა, ის კაცი აიღო ეს გვერდები ცრემლებით თვალებში. რამიშვილი ავიდა გემზე დანარჩენი ნოუთბუქით, რომელშიც უკვე არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო. და ის კაცი გაქრა თბილისის ქუჩებში. ვინ იყო ის? სად წავიდა? და რა მოვიდა მას შემდეგ? 1922 წელი. რამიშვილი პარიზშია. ის ცდილობს დაარწმუნოს ფრანგული და ბრიტანული მთავრობები, რომ საქართველოს ოკუპაცია იყო უკანონო.
მაგრამ მას არ აქვს მტკიცებულებები. მას არ აქვს დოკუმენტები. მას აქვს მხოლოდ სიტყვები. და დასავლეთი უკვე დაიღალა კავკასიის პრობლემებით. ლიგა ერებისა აღიარებს საქართველოს ოკუპაციას როგორც შიდა რუსულ საქმეს. რამიშვილი იცის რომ წააგო. მაგრამ ის არ იცის რომ იმავე დროს თბილისში ერთ პატარა სახლში სოფელ დიღომში ერთი ქალი ინახავს 6 გვერდს ქაღალდის. ეს ქალი არის იმ კაცის და ღალატის და მამამ უთხრა მას მხოლოდ ერთი რამ, ეს გვერდები უფრო ძვირფასია ვიდრე ჩვენი სიცოცხლე. და მალე ისინი არასოდეს უთხრა არავის. მაგრამ არასოდეს გაანადგურო, ქალმა დამალა ეს გვერდები კედლის უკან, პატარა ლითონის ყუთში. და იქ დარჩა ისინი 90 წლის განმავლობაში. როგორ გადარჩა ეს ყუთი სტალინის რეპრესიებს? როგორ არ იპოვა მანის ბერიას აგენტებმა? და რატომ გამოჩნდა ის მხოლოდ 2011 წელს? 2011 წლის აგვისტო. დიღომში ძველი სახლი ინგრევა. მშენებლები პოულობენ კედელში ლითონის ყუთს. შიგნით არის 6 გვერდი ქაღალდის, ისე დაცული, თითქოს გუშინ დაწერილიყო. ქაღალდზე არის ხელნაწერი ტექსტი ქართულად. პირველი სიტყვები არის გეგმაბ საბოლოო ვერსია. მშენებლები მიაქცევენ ეს გვერდები ისტორიის მუზეუმს. მუზეუმის ექსპერტები ამოწმებენ ხელნაწერს და ადასტურებენ, ეს არის ნოე რამიშვილის ხელწერა. მაგრამ როცა იწყებენ ამ გვერდების კითხვას, იგებენ რომ ეს არის არაუბრალოდ ისტორიული დოკუმენტი. ეს არის დეტალური გეგმა იმისა, თუ როგორ შეეძლო საქართველოს გადარჩენა. გეგმა, რომელიც შეიცავს სახელებს, თარიღებს, კონკრეტულ ნაბიჯებს. გეგმა, რომელიც აჩვენებს, რომ რამიშვილი არ იყო უბრალოდ იდეალისტი, არამედ იყო სტრატეგი, რომელსაც ჰქონდა რეალური ხედვა. მაგრამ ამ გვერდებზე არის კიდევ რაღაც ბოლო აბზაცი დაწერილი სხვა ხელით. აბზაცი, რომელიც იწყება სიტყვებით: მე ვიყავი ის, ვინც ღალატი ჩაიდინა, ვინ დაწერა ეს აბზაცი? რა წერია მასში? და რატომ ცვლის ეს აბზაცი ყველაფერს, რასაც ვიცოდით საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემის შესახებ? ახლა როცა ვიცით, რომ გეგმა რეალურად არსებობდა, როცა ვიცით, რომ რამიშვილს ჰქონდა კონკრეტული ხედვა საქართველოს გადასარჩენად, ჩნდება კითხვა, რა იქნებოდა, რომ ეს გეგმა განხორციელებულიყო? როგორი იქნებოდა საქართველო, რომ რამიშვილს მიეცა კიდევ ერთი თვე? როგორი იქნებოდა კავკასია, რომ გეგმა რეალობად ქცეულიყო? ეს არ არის უბრალოდ ალტერნატიული ისტორია. ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ რა დაკარგა საქართველომ იმ თებერვლის დღეს 1921 წელს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ დაკარგული შანსიდან დღეს. რამიშვილის გეგმა იყო დაფუძნებული 3 ძირითად სვეტზე. პირველი სვეტი იყო სამხედრო რეფორმა, მაგრამ არა ისეთი, როგორც ყველა ფიქრობდა. რამიშვილი არ აპირებდა საქართველოს არმიის გაზრდას, ის იცოდა, რომ ეს იყო შეუძლებელი. ქვეყანას არ ჰქონდა არც რესურსები, არც დრო ასეთი არმიის შესაქმნელად, რომელსაც შეეძლო წითელი არმიის შეჩერება. ამის ნაცვლად რამიშვილის გეგმა ეფუძნებოდა რაღაც სრულიად განსხვავებულს, პარტიზანული ომის სტრატეგიას, რომელიც უნდა განხორციელებულიყო არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე. როგორ? რამიშვილმა იცოდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანსა და ჩეჩნეთში ათასობით ადამიანი ებრძოდა ბოლშევიკებს. ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება, მოტივაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი იყვნენ რუსეთის შიგნით. რამიშვილის გეგმა იყო შექმნილიყო საიდუმლო კოორდინაცია ამ ჯგუფებთან, მიეწოდებინათ იარაღი და ინფორმაცია და გამოეყენებინათ ისინი არა საქართველოს დასაცავად, არამედ რუსეთის შიგნიდან დასაშლელად. ეს იყო გენიალური სტრატეგია, ნაცვლად იმისა, რომ ელოდა მტრის შემოსვლას, რამიშვილი აპირებდა მტრის შიგნით ქაოსის შექმნას. მაგრამ ამ გეგმას სჭირდებოდა ერთი რამ, იარაღი. ბევრი იარაღი. და რამიშვილმა იცოდა, საიდან მოეპოვებინა ის. 1920 წლის ბოლოს პოლონეთმა დაამარცხა საბჭოთა რუსეთი ვარშავის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ პოლონეთს დარჩა უზარმაზარი რაოდენობით რუსული იარაღი, ტანკები, ქვემეხები, თოფები, ტყვიები. მაგრამ პოლონეთს არ სჭირდებოდა ეს იარაღი, მათ ჰქონდათ საკუთარი. რამიშვილმა იცოდა ეს. და მან გააგზავნა საიდუმლო წინადადება ვარშავაში, საქართველო იყიდიდა ამ იარაღს, არა ფულით, რადგან ფული არ ჰქონდა, არამედ რაღაც სხვით. რამიშვილი სთავაზობდა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას როგორც ტრანზიტული გზა აზიაში. სთავაზობდა ბათუმის პორტის გამოყენებას პოლონური საქონლისთვის. სთავაზობდა სამხედრო ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სთავაზობდა რაღაც, რაც პოლონეთს ძალიან სჭირდებოდა, მოკავშირეს რუსეთის სამხრეთით, რომელიც შეაფერხებდა ნებისმიერ მომავალ რუსულ აგრესიას. ეს იყო გენიალური გარიგება. პოლონეთი იღებდა სტრატეგიულ მოკავშირეს და თავისუფლდებოდა ზედმეტი იარაღისგან. საქართველო იღებდა იარაღს, რომელიც შეეძლო გადაეცა ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანებისთვის. მაგრამ ამ გარიგებას ჰქონდა ერთი პრობლემა, როგორ მიეტანა იარაღი პოლონეთიდან საქართველომდე, როცა მათ შორის იყო მთელი საბჭოთა რუსეთი. რამიშვილს ჰქონდა პასუხი ამ კითხვაზეც. მან იცოდა, რომ შავი ზღვა იყო ერთადერთი გზა. მაგრამ საქართველოს არ ჰქონდა საკმარისი ფლოტი. სწორედ აქ შემოდიოდა მესამე ელემენტი მისი გეგმისა, თურქეთი. რამიშვილმა გააგზავნა საიდუმლო წინადადება ანკარაში, საქართველო იქირავებდა თურქულ გემებს, რომლებიც წაიღებდნენ იარაღს პოლონეთიდან ბათუმში. სანაცვლოდ საქართველოს თავაზობდა თურქეთს რაღაც უპრეცედენტოს ერთობლივ კონტროლს ბათუმის ნავთობის ტერმინალზე. ეს იყო უზარმაზარი შეთავაზება. ბათუმი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობის პორტი რეგიონში. თუ თურქეთი მიიღებდა წვდომას ამ ტერმინალზე, ეს ნიშნავდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავდა, რომ თურქეთი იქნებოდა პირდაპირ დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. რადგან თუ საქართველო დაეცემოდა, თურქეთი დაკარგავდა წვდომას ბათუმზე. ეს იყო პერფექტული სტრატეგია, რამიშვილი არ ითხოვდა დახმარებას, ის სთავაზობდა ბიზნესს. ბიზნესს, რომელიც იყო მომგებიანი ყველა მხარისთვის. მაგრამ ამ ბიზნესს სჭირდებოდა დრო. სჭირდებოდა მინიმუმ 2 თვე მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, პირველი გემების ჩამოსასვლელად. და რამიშვილმა იცოდა, რომ მას არ ჰქონდა 2 თვე. მას ჰქონდა მაქსიმუმ 1. სწორედ ამიტომ დაწერა მან გეგმას, რომელიც უნდა განხორციელებულიყო არა თვეებში, არამედ კვირებში. გეგმას მეორე სვეტი იყო ეკონომიკური. რამიშვილმა იცოდა, რომ სამხედრო ძალა მარტო არ იყო საკმარისი. საქართველოს სჭირდებოდა ეკონომიკური დამოუკიდებლობა. და ეს ნიშნავდა ორ რამეს, სასურსათო დამოუკიდებლობა და ექსპორტის შემოსავალი. სასურსათო დამოუკიდებლობისთვის რამიშვილს ჰქონდა რადიკალური გეგმა, სასოფლო-სამეურნეო რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო არა წლებში, არამედ კვირებში. როგორ? რამიშვილის გეგმა იყო მიწის გადანაწილება არა ყველა გლეხისთვის თანაბრად, როგორც სოციალ-დემოკრატები ამბობდნენ, არამედ მხოლოდ იმ გლეხებისთვის, რომლებიც რეალურად მუშაობდნენ მიწაზე და რომლებსაც შეეძლოთ პროდუქტიულობის გაზრდა. ეს იყო პრაგმატული მიდგომა, ნაცვლად იდეოლოგიური სამართლიანობისა, რამიშვილი ფოკუსირდებოდა ეფექტურობაზე. მან გამოთვალა, რომ თუ საქართველო გაზრდიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მხოლოდ 20%-ით, ეს იქნებოდა საკმარისი სასურსათო დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ 20%-ის ზრდა ერთ თვეში. ეს ჟღერდა შეუძლებლად. თუმცა რამიშვილს ჰქონდა გეგმა ამისთვისაც. რამიშვილმა იცოდა, რომ საქართველოს სოფლებში იყო ათასობით გლეხი, რომლებსაც ჰქონდათ მიწა, მაგრამ არ ჰქონდათ იარაღი, თესლი ან ცოდნა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების შესახებ. მისი გეგმა იყო შექმნილიყო სასტრაფო პროგრამა, რომელიც მიაწოდებდა ამ გლეხებს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ, თესლს, იარაღს, ინსტრუქციებს და სანაცვლოდ მოითხოვდა მხოლოდ ერთ რამეს, გაზრდილი პროდუქციის ნახევარს სახელმწიფოსთვის. ეს იყო ვინ-ვინ სიტუაცია. გლეხები იღებდნენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ წარმატებისთვის. სახელმწიფო იღებდა პროდუქციას, რომელიც შეეძლო გამოეყენებინა არმიის კვებისთვის ან ექსპორტისთვის. მაგრამ ამ პროგრამას სჭირდებოდა რესურსები. სჭირდებოდა ფული თესლის შესაძენად, იარაღის შესაძენად, აგრონომების დასაქირავებლად. საიდან მოეპოვებინა ეს ფული რამიშვილს? პასუხი იყო მანგანუმში. საქართველო იყო ერთ-ერთი უდიდესი მანგანუმის მწარმოებელი მსოფლიოში. ჭიათურის მანგანუმის საბადოები იყო უნიკალური, მაღალი ხარისხის მანგანუმი, რომელიც იყო აუცილებელი ფოლადის წარმოებისთვის. მაგრამ 1921 წლისთვის ჭიათურის მანგანუმის უმეტესობა აკონტროლებდა უცხოური კომპანიები, ძირითადად ბრიტანული და ფრანგული. ეს კომპანიები იხდიდნენ საქართველოს მთავრობას მცირე როიალტს, მაგრამ ძირითადი მოგება მიდიოდა მათ ჯიბეში. რამიშვილის გეგმა იყო ეროვნულიზაცია, არა ყველა მანგანუმის საბადოს, არამედ მხოლოდ ყველაზე მომგებიანის. და არა უცხოური კომპანიების გაძევება, არამედ ახალი ხელშეკრულებების შეთავაზება, ხელშეკრულებები, რომლებიც იქნებოდა უფრო მომგებიანი საქართველოსთვის, მაგრამ ასევე მისაღები კომპანიებისთვის. როგორ?
რამიშვილი სთავაზობდა კომპანიებს არა როიალტს, არამედ პარტნიორობას. კომპანიები იქნებოდნენ პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო კომპანიასთან, მიიღებდნენ 50%-ს მოგებიდან, მაგრამ 50% დარჩებოდა საქართველოს. ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე ის, რაც საქართველო იღებდა იმ დროს. და ეს ფული უნდა გამოყენებულიყო სასოფლო-სამეურნეო რეფორმისთვის. მაგრამ მანგანუმის ეროვნულიზაცია იყო რისკიანი. რამიშვილმა იცოდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი შეიძლება გაბრაზებულიყვნენ. შეიძლება დაეწყოთ ეკონომიკური სანქციები. შეიძლება თუნდაც გაეწვიათ მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ამიტომ რამიშვილის გეგმა იყო არა უბრალოდ ეროვნულიზაცია, არამედ ეროვნულიზაცია პლუს ახალი პარტნიორი. რამიშვილმა გააგზავნა საიდუმლო წინადადება ამერიკაში, ამერიკულ ფოლადის კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებოდათ მანგანუმი. მან სთავაზა მათ პირდაპირი ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო კომპანიასთან, გვერდისავლით ბრიტანული და ფრანგული შუამავლების. ეს იყო მომგებიანი შეთავაზება ამერიკელებისთვის, ისინი იღებდნენ მანგანუმს უფრო იაფად და უფრო პირდაპირ. და ეს ასევე იყო პოლიტიკური სტრატეგია, თუ ამერიკული კომპანიები იქნებოდნენ ჩართულები საქართველოში, ამერიკის მთავრობა იქნებოდა უფრო დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. მაგრამ ამ გეგმას სჭირდებოდა დრო. სჭირდებოდა მინიმუმ 2 თვე მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, პირველი გადახდების მისაღებად. და რამიშვილმა იცოდა, რომ მას არ ჰქონდა 2 თვე. სწორედ ამიტომ გეგმა შეიცავდა რაღაც, რაც არავინ ელოდა, 3 ეტაპის გეგმას. პირველი ეტაპი, პირველი 2 კვირა იყო კრიზისული მენეჯმენტი. რამიშვილი აპირებდა გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა, არა სამხედრო საფრთხის გამო, არამედ ეკონომიკური რეფორმის გამო. ამ 2 კვირის განმავლობაში ყველა მანგანუმის საბადო უნდა ეროვნულიზებულიყო, ყველა ხელშეკრულება უნდა გადახედილიყო და ყველა ახალი პარტნიორი უნდა დამტკიცებულიყო. ეს იყო აგრესიული ტემპი, მაგრამ რამიშვილმა იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. მეორე ეტაპი, მომდევნო 2 კვირა, იყო სასოფლო-სამეურნეო რეფორმის დაწყება. ფული მანგანუმიდან უნდა გამოყენებულიყო თესლის, იარაღის და აგრონომების შესაძენად. გლეხები უნდა დაწყებულიყვნენ მუშაობა ახალი რესურსებით. და პირველი შედეგები უნდა ყოფილიყო ხილული. მესამე ეტაპი, მომდევნო 4 კვირა, იყო კონსოლიდაცია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა გაზრდილიყო. ექსპორტი უნდა დაწყებულიყო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო უნდა გამხდარიყო ეკონომიკურად დამოუკიდებელი. ეს იყო ამბიციური გეგმა. ზოგიერთი თქვამდა, რომ ეს იყო შეუძლებელი გეგმა. მაგრამ რამიშვილი არ იყო იდეალისტი. ის იყო პრაგმატიკოსი. და ის იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. მაგრამ გეგმა მესამესვეტი იყო ყველაზე რთული, პოლიტიკური. რამიშვილმა იცოდა, რომ მისი გეგმა ვერ განხორციელდებოდა არსებული მთავრობით. არა იმიტომ, რომ მთავრობა იყო არაკომპეტენტური, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა იყო ძალიან იდეოლოგიური. სოციალ-დემოკრატები, რომლებიც აკონტროლებდნენ მთავრობას, იყვნენ ერთგულები თავიანთ პრინციპებს, დემოკრატია, სოციალური სამართლიანობა, საერთაშორისო სოლიდარობა. ეს იყო კარგი პრინციპები მშვიდობის დროს. მაგრამ რამიშვილმა იცოდა, რომ საქართველო არ იყო მშვიდობაში. საქართველო იყო ომში, თუნდაც ოფიციალურად ეს ომი ჯერ არ დაწყებულიყო. და ომში პრინციპები ხშირად არის ფუფუნება, რომელსაც ქვეყანა ვერ აიტანს. სწორედ ამიტომ გეგმა შეიცავდა სიას იმ ადამიანების, რომლებიც უნდა წასულიყვნენ მთავრობიდან, და სიას იმ ადამიანების, რომლებიც უნდა შემოსულიყვნენ. ვინ იყო ამ სიაში? ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ისტორიკოსებს დღემდე. იმ 6 გვერდიდან, რომლებიც იპოვეს 2011 წელს, 2 გვერდი შეიცავს სახელებს. 22 სახელი, 11 რომლებიც უნდა წასულიყვნენ და 11 რომლებიც უნდა შემოსულიყვნენ. ზოგიერთი სახელი არის მოსალოდნელი, მინისტრები, რომლებიც იყვნენ ცნობილი თავიანთი უნარობით ან კორუფციით. მაგრამ სხვა სახელები არის შოკის მომგვრელი. ერთ-ერთი სახელი, რომელიც უნდა წასულიყო, იყო ევგენი გეგეჭკორი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ფიგურა მთავრობაში. რატომ? რამიშვილის შენიშვნა ამ სახელის გვერდით არის მოკლე, მაგრამ მკაფიო, ძალიან იდეალისტი. ვერ მიიღებს რეალ პოლიტიკის გადაწყვეტილებებს. სხვა სახელი, რომელიც უნდა წასულიყო, იყო ნოე ხომერიკი, შრომის მინისტრი, ცნობილი თავისი ერთგულებით მუშათა უფლებებისადმი. რამიშვილის შენიშვნა ვერ დაეთანხმება სასოფლო-სამეურნეო რეფორმას, რომელიც არ არის სოციალურად სამართლიანი. ეს იყო სასტიკი შეფასებები, მაგრამ რამიშვილი არ იყო სენტიმენტალური.
ის იცოდა, რომ გადარჩენა მოითხოვდა არა პრინციპებს, არამედ პრაგმატიზმს. მაგრამ ვინ უნდა შემოსულიყო ამ ადამიანების ნაცვლად? ეს არის ნაწილი, რომელიც ყველაზე საინტერესოა. რამიშვილის სიაში არის სახელები ადამიანების, რომლებიც არ იყვნენ პოლიტიკოსები. იყვნენ ბიზნესმენები, ინჟინრები, სამხედრო ოფიცრები. ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული უნარები, კონკრეტული გამოცდილება, კონკრეტული კავშირები. ერთ-ერთი სახელი იყო დავით აღმაშენებლის, არა ისტორიული მეფე, არამედ ბიზნესმენი იმავე სახელით, რომელიც აკონტროლებდა რამდენიმე ექსპორტ-იმპორტის კომპანიას და რომელსაც ჰქონდა კავშირები თურქეთში და პოლონეთში. რამიშვილის შენიშვნა: იცის როგორ მოლაპარაკება, იცის როგორ გარიგება. არ ეშინია რისკის. სხვა სახელი იყო გიორგი მაზნიაშვილის, სამხედრო გენერალი, რომელიც იყო ცნობილი თავისი აგრესიული ტაქტიკით და რომელიც არ იყო პოპულარული მთავრობაში, რადგან ხშირად აკრიტიკებდა პოლიტიკოსებს მათი სისუსტისთვის. რამიშვილის შენიშვნა: არ არის დიპლომატი, მაგრამ არის მებრძოლი. სწორედ ეს გვჭირდება, ეს იყო რადიკალური ხედვა, მთავრობა, რომელიც არ იქნებოდა დაფუძნებული იდეოლოგიაზე, არამედ კომპეტენციაზე. მთავრობა, რომელიც არ ეძებდა სოციალურ სამართლიანობას, არამედ გადარჩენას. მაგრამ ამ გეგმას ჰქონდა ერთი უზარმაზარი პრობლემა, როგორ განეხორციელებინა ის. როგორ შეეძლო რამიშვილს შეეცვალა მთავრობა, როცა ის თავად იყო ნაწილი ამ მთავრობისა. როგორ შეეძლო მას დაერწმუნებინა ნოე ჟორდანია, პრემიერ-მინისტრი, რომ მისი უახლოესი თანამშრომლები უნდა წასულიყვნენ? პასუხი იყო გეგმა P-ს ბოლო გვერდზე, რომელიც იწყებოდა სიტყვებით საბოლოო ვარიანტი. ამ გვერდზე რამიშვილი წერდა: თუ ჟორდანია არ დაეთანხმება, მაშინ ერთადერთი გზა არის გადატრიალება. არა სამხედრო გადატრიალება, არამედ პოლიტიკური. უნდა შეიქმნას ახალი პარტია, რომელიც არ იქნება სოციალ-დემოკრატიული, არამედ ნაციონალისტური. პარტია, რომელიც ფოკუსირდება არა კლასობრივ ბრძოლაზე, არამედ ეროვნულ გადარჩენაზე. ეს პარტია უნდა მოიგოს არჩევნები, არა ნორმალური არჩევნები, რომლებიც მოითხოვს თვეებს, არამედ საგანგებო არჩევნები, რომლებიც უნდა ჩატარდეს 2 კვირაში. როგორ? გამოცხადებით კრიზისი, არა ყალბი კრიზისი, არამედ რეალური. გამოცხადებით, რომ საქართველო არის საფრთხის ქვეშ და რომ ერთადერთი გზა გადარჩენისთვის არის ახალი ხელმძღვანელობა, ეს იყო რადიკალური გეგმა. ზოგიერთი თქვამდა, რომ ეს იყო ანტიდემოკრატიული გეგმა. მაგრამ რამიშვილი არ იყო დემოკრატიის მოყვარული იმ გაგებით, როგორც სხვა სოციალ-დემოკრატები. ის იყო გადარჩენის მოყვარული. და ის იცოდა, რომ ზოგჯერ გადარჩენა მოითხოვს არჩევანს პრინციპებსა და რეალობას შორის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს გეგმა განხორციელდა. წარმოიდგინეთ, რომ რამიშვილს მიეცა კიდევ ერთი თვე. წარმოიდგინეთ, რომ იანვრის ბოლოს ის იწყებს თავისი გეგმის განხორციელებას. პირველი კვირა ის აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეროვნულიზებს მანგანუმის საბადოებს. აცხადებს ახალ ხელშეკრულებებს ამერიკულ კომპანიებთან. ბრიტანეთი და საფრანგეთი პროტესტავენ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, რადგან ამერიკა უჭერს მხარს საქართველოს. მეორე კვირა ის იწყებს სასოფლო-სამეურნეო რეფორმას. ათასობით გლეხი იღებს თესლს, იარაღს, ინსტრუქციებს. პირველი შედეგები ჩანს, პროდუქცია იზრდება. მესამე კვირა ის აცხადებს საგანგებო არჩევნებს. ქმნის ახალ პარტიას, ეროვნული გადარჩენის პარტია. ეს პარტია იგებს არჩევნებს, არა იმიტომ, რომ ხალხი უყვარს ნაციონალიზმი, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ხედავს შედეგებს, ხედავს, რომ ეკონომიკა იზრდება, ხედავს, რომ საქართველო ხდება ძლიერი. მეოთხე კვირა რამიშვილი ხდება პრემიერ-მინისტრი. ის ქმნის ახალ მთავრობას, რომელიც არ არის დაფუძნებული იდეოლოგიაზე, არამედ კომპეტენციაზე. და ის იწყებს მესამე ეტაპს, კონსოლიდაციას. მეხუთე კვირა პოლონეთიდან ჩამოდის პირველი გემი იარაღით. ეს იარაღი გადაეცემა ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანებს. მეექვსე კვირა თურქეთი აცხადებს, რომ ის არის პარტნიორი საქართველოსთან ბათუმის ნავთობის ტერმინალში. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი არის დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. მეშვიდე კვირა ამერიკა აცხადებს, რომ ის აღიარებს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში. მერვე კვირა მოსკოვი იგებს, რომ საქართველო აღარ არის სუსტი. იგებს, რომ თუ ის შეიჭრება საქართველოში, ის შეხვდება არა მხოლოდ საქართველოს არმიას, არამედ თურქულ მხარდაჭერას, პოლონურ იარაღს, ამერიკულ პროტესტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტიზანულ ომს თავის საკუთარ ტერიტორიაზე. და მოსკოვი იღებს გადაწყვეტილებას, არ ღირს. საქართველო არის ძალიან რთული სამიზნე. უკეთესია ფოკუსირება სხვა რეგიონებზე.
ეს არის ალტერნატიული ისტორია. ეს არის ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ რამიშვილს მიეცა კიდევ ერთი თვე. მაგრამ მას არ მიეცა. თებერვლის მე-15-ს წითელი არმია შემოვიდა საქართველოში. გეგმა დარჩა მხოლოდ დოკუმენტად. და საქართველო დაეცა. მაგრამ კითხვა რჩება, რატომ? რატომ არ მიეცა რამიშვილს ეს ერთი თვე? პასუხი არის იმ ბოლო აბზაცში, რომელიც დაწერილია სხვა ხელით იმ 6 გვერდზე, რომლებიც იპოვეს 2011 წელს. აბზაცი, რომელიც იწყება სიტყვებით: მე ვიყავი ის, ვინც ღალატი ჩაიდინა. ვინ დაწერა ეს აბზაცი? რა წერია მასში? და რატომ ცვლის ეს აბზაცი ყველაფერს, რასაც ვიცოდით საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემის შესახებ? ამ კითხვებზე პასუხი არის მომდევნო თავებში, სადაც ჩვენ გავიგებთ არა მხოლოდ ვინ იყო ღალატი, არამედ რატომ ჩაიდინა მან ღალატი და რა ფასი გადაუხადა მას ამისთვის. 1921 წლის თებერვლის მე-15, დილის 6 საათი. ნოე რამიშვილი ზის თავის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროში და უყურებს ფანჯრიდან თბილისის ქუჩებს. მისი მაგიდაზე დევს ტელეგრამა მოსკოვიდან, ტელეგრამა, რომელიც ოფიციალურად საუბრობს მეგობრული ვიზიტის შესახებ, მაგრამ რომელსაც ყველა იგებს როგორც ულტიმატუმს. წითელი არმია მოძრაობს საზღვრისკენ. რამიშვილმა იცის, რომ მას აქვს მაქსიმუმ 48 საათი, სანამ პირველი რუსული ჯარები შემოვლენ საქართველოში. 48 საათი იმისთვის, რომ განახორციელოს გეგმა, რომელსაც სჭირდებოდა ერთი თვე. 48 საათი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ქვეყანა. მაგრამ როცა ის იღებს ტელეფონს, რათა დარეკოს ანკარაში, რათა დარეკოს ვარშავაში, რათა დარეკოს ვაშინგტონში, ხაზი მკვდარია. ყველა საერთაშორისო ხაზი გათიშულია. ვინ გათიშა ისინი? როგორ იცოდა ვინმემ ზუსტად იმ დილას, ზუსტად იმ საათს, როცა რამიშვილი უნდა დაერეკა? და რატომ არავინ არ აფრთხილებდა რამიშვილს, რომ ეს მოხდებოდა? პასუხი იყო იმ კაცში, რომელიც იმ დილას არ იყო თავის სამსახურში. იმ კაცში, რომელიც იყო 116-დან იმ საიდუმლო შეხვედრაზე იანვრის მე-15-ს. მისი სახელი იყო სერგო კავთარაძე, 90 წლის ქართველი, რომელიც მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც კომუნიკაციების უფროსი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცუდომა ყველა ტელეფონის ხაზზე, ყველა ტელეგრაფის აპარატზე, ყველა საკომუნიკაციო არხზე. და ის იყო ადამიანი, რომელსაც ეშინოდა. ეშინოდა არა იმიტომ, რომ იყო მოშიშარა, არამედ იმიტომ, რომ იყო რეალისტი. კავთარაძემ იცოდა, რომ რამიშვილის გეგმა იყო გენიალური, მაგრამ ასევე იცოდა, რომ ეს გეგმა მოითხოვდა დროს, რომელიც საქართველოს არ ჰქონდა. და ის იცოდა, რომ თუ რამიშვილი დაიწყებდა ამ გეგმის განხორციელებას და ჩაიშლებოდა, შედეგი იქნებოდა არა უბრალოდ ოკუპაცია, არამედ ხოცვა-ჟლეტა. მოსკოვი არ აპატიებდა მცდელობას შექმნილიყო ანტისაბჭოთა ალიანსი. მოსკოვი არ აპატიებდა მცდელობას ჩართულიყო ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანები. მოსკოვი მოკლავდა არა მხოლოდ რამიშვილს, არამედ ყველას, ვინც იყო ჩართული. და კავთარაძეს ჰქონდა ოჯახი, ცოლი, 2 შვილი, მშობლები. ის არ შეეძლო რისკავდა მათ სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ იანვრის 26-ს, ერთი კვირის შემდეგ იმ საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, კავთარაძე გავიდა თავისი ოფისიდან ღამის 10 საათზე და შეხვდა კაცს ერთ ჩრდილოვან ქუჩაში ვერაში. ეს კაცი იყო ვლადიმერ გოლოვინი, რუსი, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა თბილისში როგორც ვაჭარი, მაგრამ რომელიც რეალურად იყო ჩეკას აგენტი. გოლოვინი იცნობდა კავთარაძეს 2 წლის განმავლობაში. ისინი ხვდებოდნენ ზოგჯერ კაფეებში, ზოგჯერ ბაზრებში, ყოველთვის შემთხვევით, ყოველთვის მოკლედ. გოლოვინი არასოდეს ითხოვდა ინფორმაციას პირდაპირ. ის უბრალოდ საუბრობდა პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, საერთაშორისო სიტუაციაზე. და კავთარაძე უსმენდა. ზოგჯერ თანხმდებოდა, ზოგჯერ არ თანხმდებოდა, მაგრამ ყოველთვის საუბრობდა. და გოლოვინი იწერდა ყველაფერს, არა ნოუთბუქში, არამედ თავის მეხსიერებაში. მაგრამ იმ ღამეს იანვრის 26-ს, კავთარაძე არ მოვიდა უბრალოდ საუბრისთვის. ის მოვიდა გარიგებისთვის. ის უთხრა გოლოვინს, მე ვიცი რაღაც, რაც თქვენი ხელმძღვანელობა უნდა იცოდეს. მაგრამ მე მინდა გარანტიები. გარანტიები ჩემი ოჯახისთვის. გარანტიები, რომ როცა წითელი არმია შემოვა, ჩემი ოჯახი არ დაზარალდება, გოლოვინმა უყურა კავთარაძეს გრძელი წუთი. შემდეგ უთხრა, რა ინფორმაცია გაქვს, კავთარაძემ უთხრა არა ყველაფერი, არა სრული დეტალები გეგმავდან, არამედ საკმარისი. უთხრა, რომ რამიშვილი გეგმავდა ალიანს თურქეთთან და პოლონეთთან. უთხრა, რომ რამიშვილი გეგმავდა იარაღის მიწოდებას ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანებისთვის.
უთხრა, რომ რამიშვილი გეგმავდა ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც გახდიდა საქართველოს დამოუკიდებელს მოსკოვისგან. გოლოვინმა მოისმინა ყველაფერი. შემდეგ უთხრა, როდის აპირებს რამიშვილი ამ გეგმის დაწყებას, კავთარაძემ უთხრა, თებერვლის დასაწყისში. მას სჭირდება კიდევ 2 კვირა მოსამზადებლად, გოლოვინმა კივნა. შემდეგ უთხრა, შენი ოჯახი იქნება უსაფრთხოში. მაგრამ შენ უნდა გააკეთო კიდევ ერთი რამ. როცა მე გეტყვი, შენ უნდა გათიშო ყველა საერთაშორისო კომუნიკაციის ხაზი. ყველა. რათა რამიშვილმა ვერ დაუკავშირდეს თავის კონტაქტებს, კავთარაძემ დაუკრა თავი. და ამით დაიწყო ღალატი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ კავთარაძე არ იყო უბრალოდ ღალატი. ის იყო ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელმაც აირჩია თავისი ოჯახის სიცოცხლე თავისი ქვეყნის თავისუფლებაზე. და ის არ იყო ერთადერთი. იმ 6-დან, რომლებიც იყვნენ იმ საიდუმლო შეხვედრაზე, კიდევ ერთი იყო, ვინც ეჩვეობდა რამიშვილის გეგმაში. მისი სახელი იყო ალექსანდრე ასათიანი, 95 წლის ქართველი, რომელიც მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც დაზვერვის უფროსი. ასათიანი არ იყო მოშიშარა. ის იყო ვეტერანი, იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა სამოქალაქო ომში, იბრძოდა ყველა ფრონტზე, სადაც საქართველოს სჭირდებოდა მებრძოლები. მაგრამ ასათიანი იყო ასევე რეალისტი. ის იცოდა, რომ რამიშვილის გეგმა იყო ამბიციური, შესაძლოა ძალიან ამბიციური. და ის იცოდა, რომ თუ ეს გეგმა ჩაიშლებოდა, საქართველო დაკარგავდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობას, არამედ ყველაფერს, თავის ელიტას, თავის ინტელიგენციას, თავის იმედს. სწორედ ამიტომ იმ შეხვედრის შემდეგ ასათიანი წავიდა რამიშვილთან პირადად და უთხრა, ნოე მე მჯერა შენი გეგმისა. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს გეგმა მოითხოვს დროს. და დრო არის ის, რაც ჩვენ არ გვაქვს. რა მოხდება, თუ მოსკოვი შემოვა ადრე ვიდრე შენ მოასწრებ, რამიშვილმა უპასუხა, მაშინ ჩვენ ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ იმ იარაღით, რაც გვაქვს. ვიბრძოლებთ იმ ადამიანებით, რაც გვყავს. და ვიბრძოლებთ იმ იმედით, რომ დასავლეთი ჩაერევა, ასათიანმა ჩაიცინა მწარედ. დასავლეთი არ ჩაერევა, ნოე. დასავლეთი დაიღალა ომებით. დასავლეთი დაიღალა კავკასიით. დასავლეთი გვიყურებს როგორც პრობლემას, არა როგორც მოკავშირეს, რამიშვილმა უყურა ასათიანს და უთხრა, მაშინ რა გრჩება? ჩაუბარდეთ? დავთმოთ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, ასათიანმა უპასუხა, არა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ გადარჩენა ნიშნავს არა გამარჯვებას, არამედ გადარჩენას. გადარჩენას იმისთვის, რომ ერთ დღეს, შეიძლება არა ჩვენ სიცოცხლეში, მაგრამ ჩვენი შვილების სიცოცხლეში, საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი. ეს საუბარი იყო იანვრის 27-ს. 2 კვირის შემდეგ, თებერვლის მე-15-ს, როცა წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, ასათიანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიჭირეს. მას წაიყვანეს მოსკოვში, დაკითხეს, დასაჯეს. მაგრამ სანამ მოკვდებოდა, მან დაწერა წერილი, რომელიც გადაეცა მის ქალიშვილს და რომელიც შემდეგ დაიკარგა 10 წლეულების განმავლობაში. ეს წერილი იპოვეს 2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში, ერთ ძველ ყუთში, რომელიც შეიცავდა დოკუმენტებს რეპრესირებული ადამიანებისგან. წერილში ასათიანი წერდა, ჩემო ქალიშვილო, როცა წაიკითხავ ამას, მე აღარ ვიქნები ცოცხალი. მაგრამ მინდა იცოდე ერთი რამ, მე არ ვინანებ. არ ვინანებ იმას, რომ ვიბრძოდი საქართველოსთვის. არ ვინანებ იმას, რომ ვიცავდი ჩვენს დამოუკიდებლობას. მაგრამ ვინანებ ერთ რამეს, ვინანებ, რომ ვერ დავრწმუნე ნოე რამიშვილი, რომ მისი გეგმა, რამდენადაც გენიალური იყო, მოითხოვდა დროს, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. ვინანებ, რომ ვერ ვუთხარ იმას, რომ ზოგჯერ გმირობა არის არა ბრძოლა, არამედ გადარჩენა. გადარჩენა იმისთვის, რომ ერთ დღეს ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები კვლავ იბრძოლონ იმავე იდეალებისთვის. ეს წერილი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა იმ დროიდან. რადგან ის აჩვენებს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემა არ იყო მხოლოდ სამხედრო დამარცხება. ის იყო ტრაგედია ადამიანების, რომლებმაც იცოდნენ, რომ ისინი კარგავდნენ, მაგრამ მაინც იბრძოდნენ. ტრაგედია ადამიანების, რომლებმაც ჰქონდათ გეგმები, ხედვები, იმედები, მაგრამ არ ჰქონდათ დრო. მაგრამ რა მოხდა კავთარაძესთან? ის კაცი, რომელმაც ჩაიდინა ღალატი, რომელმაც გათიშა კომუნიკაციის ხაზები, რომელმაც გადასცა ინფორმაცია მოსკოვს? გოლოვინმა შეასრულა თავისი დაპირება, კავთარაძის ოჯახი არ დაზარალდა. როცა წითელი არმია შემოვიდა თბილისში, კავთარაძის სახელი არ იყო იმ სიაში, რომელიც უნდა დაპატიმრებულიყო. მისი ცოლი, მისი შვილები, მისი მშობლები, ყველა დარჩა უსაფრთხოდ.
მაგრამ კავთარაძე თავად არ დარჩა უსაფრთხოდ, არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. ის იცოდა, რომ მან ჩაიდინა ღალატი. იცოდა, რომ მისი ქმედებების გამო რამიშვილის გეგმა ჩაიშალა. იცოდა, რომ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, თუ მას არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, საქართველო გადარჩებოდა. ეს ცოდნა ჭამდა მას შიგნიდან. ის დაიწყო სმა, ჯერ ცოტა, შემდეგ მეტი, შემდეგ ყოველდღე. ის დაიწყო თავის იზოლირება, ჯერ მეგობრებისგან, შემდეგ ოჯახისგან, შემდეგ ყველასგან. და ის დაიწყო წერა იმის შესახებ, რაც მოხდა, რატომ მოხდა, რა შეეძლო განსხვავებულად ყოფილიყო. 1935 წელს 4 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კავთარაძე მოკვდა, არა რეპრესიებისგან, არამედ ალკოჰოლიზმისგან. მაგრამ სანამ მოკვდებოდა, მან დაწერა აღსარება, რომელიც დაურთო იმ 6 გვერდს, რომლებიც რამიშვილმა მისცა მას ბათუმში. ეს აღსარება იყო ის ბოლო აბზაცი, რომელიც იპოვეს 2011 წელს. აღსარებაში კავთარაძე წერდა: მე ვიყავი ის, ვინც ღალატი ჩაიდინა. მე ვიყავი ის, ვინც გათიშა კომუნიკაციის ხაზები. მე ვიყავი ის, ვინც გადასცა ინფორმაცია მოსკოვს. და მე ვიყავი ის, ვინც ამით მოკლა საქართველოს ბოლო შანსი გადარჩენისთვის. მაგრამ მინდა რომ იცოდეთ, რატომ გავაკეთე ეს. არა იმიტომ, რომ ვიყავი კომუნისტი, მე არასოდეს ვიყავი კომუნისტი. არა იმიტომ, რომ მიყვარდა რუსეთი, მე ვიყავი ქართველი და ვიყავი ამაყი ამით. არამედ იმიტომ, რომ მეშინოდა. მეშინოდა იმისა, რაც მოხდებოდა, თუ რამიშვილის გეგმა ჩაიშლებოდა. მეშინოდა, რომ მოსკოვი არ აპატიებდა. მეშინოდა, რომ ისინი მოკლავდნენ არა მხოლოდ რამიშვილს, არამედ ყველას, ყველა ლიდერს, ყველა ინტელიგენტს, ყველას, ვინც იყო ჩართული. და მეშინოდა, რომ ჩემი ოჯახი იქნებოდა მათ შორის. სწორედ ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. არა იმიტომ, რომ მინდოდა საქართველოს დაცემა, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი ოჯახის გადარჩენა. და ახლა როცა ვხედავ, რა მოხდა, როგორ დაეცა საქართველო, როგორ მოკლეს ათასობით ადამიანი, როგორ გაანადგურეს ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი იდენტობა, მე ვიცი, რომ ჩემი არჩევანი იყო არასწორი. მე ვიცი, რომ უნდა მენდო რამიშვილისთვის. უნდა მენდო მის გეგმისთვის. უნდა მერისკა. რადგან რისკი იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. და ახლა როცა ვკვდები, მე ვტოვებ ამ აღსარებას არა იმისთვის, რომ გამომიტიონ, არამედ იმისთვის, რომ იცოდეთ, ღალატი არ არის ყოველთვის ბოროტების შედეგი. ზოგჯერ ღალატი არის შიშის შედეგი. და შიში არის ის, რაც კლავს ქვეყნებს უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი არმია. ეს აღსარება არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დოკუმენტი, რომელიც გადარჩა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროიდან. რადგან ის აჩვენებს, რომ ისტორია არ არის შავთეთრი. ის აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ცუდ არჩევანებს, არ არიან ყოველთვის ბოროტი. ზოგჯერ ისინი არიან უბრალოდ შეშინებული. და ზოგჯერ ეს შიში არის გასაგები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შიში იყო გამართლებული. რადგან როგორც კავთარაძე თავად აღიარებს, მისმა შიშმა მოკლა საქართველოს ბოლო შანსი. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ შიში არის ყველაზე დიდი მტერი. შიში არის ის, რაც აკეთებს ადამიანებს ღალატებად. შიში არის ის, რაც აკეთებს ქვეყნებს სუსტებად. და შიში არის ის, რაც უნდა დაუძლიოთ, თუ გვინდა გადარჩენა. მაგრამ რა მოხდა რამიშვილთან? როცა მან იგო, რომ კომუნიკაციის ხაზები გათიშული იყო, როცა მან იგო, რომ წითელი არმია უკვე იყო საზღვართან, როცა მან იგო, რომ მისი გეგმა ჩაიშალა. რამიშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად ჩავარდებოდა. ის იყო მებრძოლი. და ის გადაწყვიტა, რომ თუ მას არ შეეძლო განეხორციელებინა გეგმა, მაშინ ის განახორციელებდა გეგმას, რომელიც არ იყო დაწერილი, მაგრამ რომელიც იყო მის გონებაში. ეს გეგმა იყო მარტივი, თუ საქართველო ვერ გადარჩა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ ის უნდა გადარჩა როგორც იდეა. იდეა, რომელიც იქნებოდა ცოცხალი ემიგრაციაში, რომელიც იქნებოდა ცოცხალი საქართველოს ხალხის გულებში, რომელიც იქნებოდა ცოცხალი მომავალი თაობების მეხსიერებაში. სწორედ ამიტომ თებერვლის მე-15-ს, როცა წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, რამიშვილმა არ დარჩა თბილისში. ის წავიდა ბათუმში, სადაც ელოდა ფრანგული გემი. და ის წაიღო თან არა მხოლოდ თავისი ოჯახი, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, დოკუმენტები, ფოტოები, წერილები, ყველაფერი, რაც ამტკიცებდა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო რეალური, იყო ლეგიტიმური, იყო ღირსეული. ეს დოკუმენტები გახდა საფუძველი საქართველოს ემიგრაციული მთავრობისთვის, რომელიც არსებობდა პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკში და რომელიც ინარჩუნებდა იმედს, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ იქნებოდა თავისუფალი.
რამიშვილი გაატარა დანარჩენი თავისი სიცოცხლე ემიგრაციაში, ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ პარიზში, შემდეგ ლევილპერეში, პატარა ქალაქში საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტების კომუნა. ის არასოდეს შეწყვიტა მუშაობა, წერდა სტატიებს, აკეთებდა გამოსვლებს, ორგანიზებდა კონფერენციებს, ყველაფერს რაც შეეძლო, რათა შეენარჩუნებინა საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში. მაგრამ ის ასევე არასოდეს დაივიწყა გეგმა B. ის ინახავდა იმ ნოუთბუქს, რომელიც წაიღო ბათუმიდან, ნოუთბუქს, რომელშიც უკვე არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდები, მაგრამ რომელიც მაინც იყო სიმბოლო იმისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ის ხშირად საუბრობდა ამ გეგმაზე, არა პუბლიკურად, არამედ პირადად, თავის უახლოეს მეგობრებთან, თავის ოჯახთან. ის ამბობდა, ერთ დღეს, როცა საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვქონდა გეგმა. უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვიყავით უბრალოდ იდეალისტები, რომლებიც ვიოცნებებდით. ჩვენ ვიყავით პრაგმატიკოსები, რომლებსაც გვქონდა კონკრეტული ხედვა, კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული გეგმა. და თუ ეს გეგმა ჩაიშალა, ეს არ იყო იმიტომ, რომ ის იყო ცუდი გეგმა. ეს იყო იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა დრო. რამიშვილი გარდაიცვალა 1929 წელს, პარიზში 90 წლის ასაკში. მისი დაკრძალვა იყო მცირე, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად ქართველი ემიგრანტები. მაგრამ იმ დაკრძალვაზე იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ იყო ქართველი, იყო პოლონელი დიპლომატი, რომელიც მუშაობდა პარიზში. ამ დიპლომატმა მოვიდა რამიშვილის საფლავთან და დადო ყვავილები. შემდეგ მან უთხრა რამიშვილის ქალიშვილს, თქვენმა მამამ იცოდა რაღაც, რაც ბევრმა პოლიტიკოსმა არ იცის, იცოდა, რომ პატარა ქვეყნები ვერ გადარჩებიან მარტო. ისინი გადარჩებიან მხოლოდ ალიანსებით, პარტნიორობებით, სტრატეგიული აზროვნებით. თქვენმა მამამ ჰქონდა ეს ხედვა. და თუ მას მიეცა დრო, შესაძლოა საქართველოს ისტორია იქნებოდა განსხვავებული. ეს სიტყვები იყო ერთ-ერთი ბოლო აღიარება იმისა, რომ რამიშვილის გეგმა არ იყო უბრალოდ ოცნება. ის იყო რეალური სტრატეგია, რომელსაც შეეძლო მუშაობა. მაგრამ რომელსაც არ მიეცა შანსი. დღეს, როცა ვუყურებთ უკან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, ვხედავთ ტრაგედიას. ვხედავთ ქვეყანას, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა ის. ვხედავთ ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ იდეალები, მაგრამ არ ჰქონდათ ძალა. ვხედავთ გეგმებს, რომლებიც ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიხილოთ რაღაც სხვა, უნდა ვიხილოთ, რომ ეს ტრაგედია არ იყო გარდაუვალი. რომ იყო მომენტი, როცა საქართველოს შეეძლო გადარჩენა. რომ იყო გეგმა, რომელსაც შეეძლო მუშაობა. და რომ ეს გეგმა ჩაიშალა არა იმიტომ, რომ ის იყო ცუდი, არამედ იმიტომ, რომ არ იყო დრო, იმიტომ, რომ იყო შიში, იმიტომ, რომ იყო ღალატი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ისტორია არ არის გარდაუვალი. რომ ყოველთვის არის არჩევანი. და რომ ეს არჩევანი რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მაგრამ რა შეგვიძლია ვისწავლოთ გეგმებთან დღეს? რა შეგვიძლია გამოვიყენოთ რამიშვილის გამოცდილებიდან ჩვენს თანამედროვე სამყაროში? ეს არის კითხვები, რომლებზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ. რადგან საქართველოს ისტორია არ დასრულდა 1921 წელს. ის გაგრძელდა საბჭოთა ოკუპაციის დროს, გაგრძელდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს და გრძელდება დღესაც. და ყოველ ჯერზე, როცა საქართველო აწყდება გამოწვევას, ყოველ ჯერზე, როცა საქართველო უნდა აირჩიოს თავისი მომავალი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ რამიშვილის გაკვეთილები. უნდა გავიხსენოთ, რომ პატარა ქვეყნები ვერ გადარჩებიან მარტო. უნდა გავიხსენოთ, რომ გადარჩენა მოითხოვს სტრატეგიას, არა მხოლოდ იდეალებს. უნდა გავიხსენოთ, რომ შიში არის ყველაზე დიდი მტერი. და უნდა გავიხსენოთ, რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ. 1921 წლის მარტის 2, ბათუმის პორტში. ნოე რამიშვილი დგას ფრანგული გემის გალიაზე და უყურებს, როგორ შორდება საქართველოს სანაპირო. მის გვერდით დგას 30 წლის ქალი, ეკატერინე ინგოროყვა, რომელიც იყო რამიშვილის პირადი მდივანი ბოლო 3 წლის განმავლობაში. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის სრული ჭეშმარიტება გეგმების შესახებ. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რამიშვილმა უთხრა კავთარაძის ღალატის შესახებ. და ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც რამიშვილი ახლა ეუბნება რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს. ეკატერინე, ამბობს რამიშვილი ჩუმად, რათა არავინ გაიგოს, მე მინდა, რომ შენ გააკეთო რაღაც ჩემთვის. მინდა, რომ შენ დაწერო ყველაფერი. ყველაფერი იმის შესახებ, რაც მოხდა. ყველაფერი გეგმის შესახებ. ყველაფერი ღალატის შესახებ. მაგრამ არა ახლა. არა ემიგრაციაში.
არამედ მაშინ, როცა საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი. რადგან მხოლოდ მაშინ ხალხი შეძლებს გაიგოს ჭეშმარიტება ჩვენი შიშის გარეშე, ინგო რო უყურებს რამიშვილს გაოცებით. მაგრამ როგორ ვიცოდე, როდის იქნება საქართველო თავისუფალი? შეიძლება ეს იყოს 10 წლეულების შემდეგ. შეიძლება ეს იყოს საუკუნის შემდეგ, რამიშვილი იღიმება მწარედ. მაშინ შენი შვილები დაწერენ. ან შენი შვილიშვილები. მაგრამ ეს ისტორია უნდა ითქვას. რადგან თუ ის არ ითქმება, მაშინ ჩვენი შეცდომები გამეორდება. და საქართველო კვლავ დაკარგავს თავის შანსს. ეს საუბარი იყო დასაწყისი რაღაცისა, რაც გაგრძელდა თითქმის 100 წლის განმავლობაში. ინგო როყვა არ დაწერა ისტორია მაშინვე. ის დაელოდა 10 წლეულებს. ის ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ ლონდონში, შემდეგ ნიუ-იორკში. ის დაქორწინდა, ჰყავდა შვილები, შვილიშვილები. მაგრამ ის არასოდეს დაივიწყა რამიშვილის სიტყვები. და 1991 წელს, როცა საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა, ინგო როყვა უკვე 90 წლის მოხუცი ქალი, დაიწყო წერა. მან დაწერა ყველაფერი იმ საიდუმლო შეხვედრების შესახებ, ყველაფერი გეგმაპს შესახებ, ყველაფერი კავთარაძის ღალატის შესახებ. მაგრამ ის არ გამოაქვეყნა ეს ისტორია. რატომ? რადგან ის იცოდა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მზად. ის იცოდა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ იყო ძალიან ახლოს რუსეთთან, ძალიან დამოკიდებული რუსეთზე, ძალიან შეშინებული რუსეთისგან. და ის იცოდა, რომ თუ ის გამოაქვეყნებდა ამ ისტორიას, ეს შეიძლებოდა გამოყენებულიყო არა როგორც გაკვეთილი, არამედ როგორც იარაღი პოლიტიკური ბრძოლებისთვის, იარაღი ძველი ანგარიშწორებებისთვის, იარაღი ახალი დაყოფებისთვის. სწორედ ამიტომ ინგო როყვა დაწერა ეს ისტორია, მაგრამ დალუქა ის ერთ კონვერტში და დატოვა თავის შვილიშვილს ინსტრუქციით, გახსენიეს მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო იქნება ნამდვილად თავისუფალი. არა მხოლოდ ფორმალურად დამოუკიდებელი, არამედ ნამდვილად თავისუფალი შიშისგან, თავისუფალი დამოკიდებულებისგან, თავისუფალი წარსულისგან. ეს კონვერტი გაიხსნა 2015 წელს ინგო როყვას შვილიშვილის მიერ, ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსის მიერ, რომელიც მუშაობდა თბილისის უნივერსიტეტში. როცა ის წაიკითხა ეს დოკუმენტი, ის გაოცდა. არა იმიტომ, რომ ის არ იცოდა გეგმაპს შესახებ, ის იცოდა, რადგან იმ დროისთვის უკვე იპოვეს ის 6 გვერდი დიღომში. არამედ იმიტომ, რომ ინგო როყვას დოკუმენტი შეიცავდა რაღაცს, რაც არ იყო იმ 6 გვერდში, შეიცავდა დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდა საერთაშორისო საზოგადოება გეგმაპზე. შეიცავდა წერილებს, რომლებიც რამიშვილმა მიიღო თურქეთიდან, პოლონეთიდან, ამერიკიდან, წერილებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ დაინტერესებულები თანამშრომლობაში. შეიცავდა კონკრეტულ თარიღებს, კონკრეტულ თანხებს, კონკრეტულ ვალდებულებებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიცავდა რაღაც, რაც არავინ იცოდა, შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გეგმაპ არ იყო რამიშვილის ერთადერთი გეგმა. რომ რამიშვილს ჰქონდა კიდევ ერთი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, თუ გეგმაპ ჩაიშლებოდა. გეგმა იყო რადიკალური. ის იყო გეგმა, რომელიც არ ეფუძნებოდა დიპლომატიას, არ ეფუძნებოდა ეკონომიკას, არ ეფუძნებოდა ალიანსებს. ის ეფუძნებოდა რაღაც სრულიად განსხვავებულს, ეფუძნებოდა პარტიზანულ ომს. მაგრამ არა ისეთ პარტიზანულ ომს, როგორიც ყველა მიცოდა. არა პარტიზანულ ომს საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ პარტიზანულ ომს რუსეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ჩრდილოეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, უკრაინაში, ყველგან, სადაც ადამიანები ებრძოდნენ ბოლშევიკებს. რამიშვილის იდეა იყო შექმნილიყო საიდუმლო ქსელი, რომელიც აკავშირებდა ყველა ამ პარტიზანულ ჯგუფს, რომელიც კოორდინირებდა მათ მოქმედებებს, რომელიც აწვდიდა მათ ინფორმაციას, იარაღს, ფულს. და ეს ქსელი უნდა მართულიყო არა საქართველოდან, რადგან საქართველო იქნებოდა ოკუპირებული, არამედ ემიგრაციიდან, კონკრეტულად კონსტანტინოპოლიდან, რომელიც იმ დროს იყო ცენტრი ყველა ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის. რამიშვილის გეგმა იყო, რომ ეს ქსელი გახდებოდა ისეთი ძლიერი, ისეთი ეფექტური, ისეთი საშიში მოსკოვისთვის, რომ ბოლშევიკები იძულებულნი იქნებოდნენ გაეკეთებინათ კომპრომისი, რომელიც მოიცავდა საქართველოს ავტონომიას, თუ არა სრულ დამოუკიდებლობას. ეს იყო გრძელვადიანი სტრატეგია. ეს იყო სტრატეგია, რომელიც მოითხოვდა არა თვეებს, არამედ წლებს. მაგრამ რამიშვილი იყო მზად ამისთვის. ის იცოდა, რომ თუ გეგმაპ ჩაიშლებოდა, მაშინ სწრაფი გადარჩენა აღარ იქნებოდა შესაძლებელი. მაშინ ერთადერთი გზა იქნებოდა გრძელი ბრძოლა, რომელიც გაგრძელდებოდა 10 წლეულებს, მაგრამ რომელიც საბოლოოდ მოიგებდა. და ინგო როყვას დოკუმენტი აჩვენებს, რომ რამიშვილი რეალურად დაიწყო ამ გეგმის განხორციელება.
როცა ის ჩავიდა კონსტანტინოპოლში 1921 წლის მარტში, ის არ დარჩა უბრალოდ ემიგრანტად. ის დაიწყო მუშაობა, დაიწყო კონტაქტების დამყარება ჩრდილოეთ კავკასიის პარტიზანებთან, დაიწყო ფულის შეგროვება ქართველი ემიგრანტებისგან, დაიწყო იარაღის შეძენა თურქული ვაჭრებისგან. და ის დაიწყო რაღაც, რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიწყო ინფორმაციის შეგროვება. ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, თუ სად იყო ბოლშევიკების სუსტი წერტილები, სად იყო მათი საწყობები, სად იყო მათი კომუნიკაციის ხაზები, სად იყო მათი ლიდერები. ეს ინფორმაცია გადაეცემოდა პარტიზანებს, რომლებიც იყენებდნენ მას თავიანთი თავდასხმებისთვის. მაგრამ გეგმად ჰქონდა ერთი პრობლემა, ის მოითხოვდა არა მხოლოდ დროს, არამედ ფულს. ბევრ ფულს. და რამიშვილმა იცოდა, რომ ქართველი ემიგრანტები რამდენადაც პატრიოტულები არ იყვნენ, ვერ იქნებოდნენ საკმარისი. მას სჭირდებოდა უფრო დიდი წყარო. და ის იპოვა ეს წყარო არა იქ, სადაც ყველა ელოდა, არა დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთში. კონკრეტულად იაპონიაში. 1922 წელს რამიშვილმა დაამყარა კონტაქტი იაპონურ სამხედრო დაზვერვასთან, რომელიც იყო ძალიან დაინტერესებული ყველაფრით, რაც შეეძლო დაესუსტებინა საბჭოთა რუსეთი. იაპონია ჯერ კიდევ იხსენებდა თავის დამარცხებას რუსეთის წინააღმდეგ 1905 წლის ომში, დამარცხებას, რომელიც არ იყო სამხედრო, არამედ იყო დიპლომატიური, რადგან იაპონიამ ვერ მიიღო ყველაფერი, რაც მას სურდა. და ახლა როცა რუსეთი იყო სუსტი, როცა რუსეთი იყო გაყოფილი სამოქალაქო ომით, იაპონია ხედავდა შანსს გაეძლიერებინა თავისი პოზიცია აღმოსავლეთ აზიაში, შანსს დაესუსტებინა თავისი მთავარი კონკურენტი. სწორედ ამიტომ იაპონური დაზვერვა დაეთანხმა რამიშვილის წინადადებას, დაეთანხმა დაეფინანსებინა პარტიზანული ოპერაციები საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე, სანაცვლოდ ინფორმაციისა რუსული სამხედრო მოძრაობების შესახებ. ეს იყო საიდუმლო გარიგება, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა, გარიგება, რომელიც არასოდეს აღიარებულა, გარიგება, რომელიც არსებობდა მხოლოდ ჩრდილებში. მაგრამ ეს გარიგება მუშაობდა. 1922 წლიდან 1925 წლამდე რამიშვილის ქსელმა ორგანიზება გაუკეთა ასობით პარტიზანული თავდასხმა საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზე, თავდასხმები რკინიგზის ხაზებზე, თავდასხმები საწყობებზე, თავდასხმები სამხედრო ბაზებზე, თავდასხმები ადმინისტრაციულ შენობებზე. ეს თავდასხმები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დაემხო საბჭოთა რეჟიმი, მაგრამ ისინი იყო საკმარისი იმისთვის, რომ შეექმნა პრობლემები, რომლებიც აიძულებდა მოსკოვს გაეგზავნა ჯარები, რომლებიც აიძულებდა მოსკოვს დაეხარჯა რესურსები, რომლებიც აიძულებდა მოსკოვს ეფიქრა ორჯერ სანამ გააფართოებდა თავის კონტროლს. და ეს იყო ზუსტად ის, რაც რამიშვილს სურდა, არა სწრაფი გამარჯვება, არამედ გრძელი ამოწურვა. ამოწურვა, რომელიც საბოლოოდ აიძულებდა მოსკოვს გაეკეთებინა კომპრომისი. მაგრამ 1925 წელს რაღაც შეიცვალა. იაპონია, რომელიც აფინანსებდა ამ ოპერაციებს, გადაწყვიტა, რომ ეს აღარ იყო მომგებიანი. საბჭოთა რუსეთი იყო უფრო სტაბილური, უფრო ძლიერი, უფრო საშიში. და იაპონია გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო არა კონფრონტაცია, არამედ დიპლომატია. სწორედ ამიტომ იაპონურმა დაზვერვამ შეწყვიტა ფინანსირება რამიშვილის ქსელისთვის. და ამით დასრულდა, გეგმად დასრულდა არა იმიტომ, რომ ის ჩაიშალა, არამედ იმიტომ, რომ ის დარჩა ფულის გარეშე. რამიშვილი ცდილობდა იპოვოს სხვა წყაროები, ცდილობდა დასავლეთში, ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში, ცდილობდა ყველგან. მაგრამ არავინ იყო დაინტერესებული. დასავლეთი უკვე აღიარებდა საბჭოთა კავშირს. დასავლეთი უკვე აკეთებდა ბიზნესს მოსკოვთან. დასავლეთი აღარ აინტერესებდა პატარა ემიგრანტული ჯგუფები, რომლებიც ოცნებობდნენ თავიანთი ქვეყნების განთავისუფლებაზე. და რამიშვილი იგო, რომ მისი ბრძოლა დასრულდა. არა იმიტომ, რომ ის დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო წავიდა წინ. მსოფლიო, რომელსაც აღარ აინტერესებდა წარსული, არამედ აინტერესებდა მომავალი. მაგრამ რამიშვილი არ შეწყვიტა. ის გააგრძელა მუშაობა, არა როგორც ორგანიზატორი პარტიზანული ოპერაციებისა, არამედ როგორც ისტორიკოსი. ის დაიწყო წერა იმის შესახებ, რაც მოხდა, რატომ მოხდა, რა შეეძლო განსხვავებულად ყოფილიყო. ის დაწერა წიგნი, რომელსაც ეწოდა საქართველოს დაკარგული შანსი. ამ წიგნში რამიშვილი აანალიზებდა ყველა შეცდომას, რომელიც გააკეთა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, შეცდომებს დიპლომატიაში, შეცდომებს ეკონომიკაში, შეცდომებს სამხედრო სტრატეგიაში. მაგრამ ის ასევე აანალიზებდა რაღაც სხვას, აანალიზებდა იმას, თუ რა შეეძლო გაკეთებულიყო განსხვავებულად. და ის წერდა გეგმებს შესახებ, წერდა დეტალურად, წერდა გულწრფელად, წერდა იმედით, რომ ერთ დღეს, როცა საქართველო კვლავ იქნებოდა თავისუფალი, ეს გეგმა იქნებოდა გაკვეთილი.
გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იბრძოლოს პატარა ქვეყანა დიდი იმპერიის წინააღმდეგ. გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს დიპლომატია, ეკონომიკა, სტრატეგია. გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა დაკარგოს დრო. ეს წიგნი გამოქვეყნდა 1927 წელს, პარიზში, მცირე ტირაჟით. მას წაიკითხეს რამდენიმე ასეული ადამიანი, ძირითადად ქართველი ემიგრანტები, ზოგიერთი პოლონელი, ზოგიერთი თურქი, ზოგიერთი დასავლელი ისტორიკოსი. მაგრამ წიგნმა არ გამოიწვია დიდი ინტერესი. რატომ? რადგან მსოფლიო იყო დაკავებული სხვა პრობლემებით, დაკავებული ეკონომიკური კრიზისით, დაკავებული ფაშიზმის აღმავლობით, დაკავებული ახალი ომის მომზადებით. და პატარა ქვეყნის დაკარგული შანსი არ ჩანდა მნიშვნელოვანი იმ დიდ ისტორიულ პროცესებთან შედარებით, რომლებიც ხდებოდა ევროპაში. მაგრამ რამიშვილისთვის ეს წიგნი იყო მნიშვნელოვანი. ის იყო მისი ტესტამენტი მომავალი თაობებისთვის, ტესტამენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერთ დღეს კვლავ იბრძოლებდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. და ის იმედოვნებდა, რომ ეს ტესტამენტი არ დაიკარგებოდა. დღეს, როცა ვკითხულობთ რამიშვილის წიგნს, ვხედავთ რაღაც გასაოცარს, ვხედავთ, რომ მისი ანალიზი, მისი სტრატეგია, მისი ხედვა არ არის მხოლოდ ისტორიული. ის არის აქტუალური. რადგან პრობლემები, რომლებსაც რამიშვილი აანალიზებდა, როგორ უნდა იბრძოლოს პატარა ქვეყანა დიდი იმპერიის წინააღმდეგ, როგორ უნდა გამოიყენოს დიპლომატია, როგორ უნდა ააშენოს ალიანსები, როგორ უნდა განავითაროს ეკონომიკა, ეს პრობლემები არის იგივე პრობლემები, რომლებსაც საქართველო აწყდება დღესაც. და გადაწყვეტილებები, რომლებსაც რამიშვილი სთავაზობდა, პრაგმატიზმი, სტრატეგიული აზროვნება, გრძელვადიანი დაგეგმვა. საერთაშორისო თანამშრომლობა, ეს გადაწყვეტილებები არის იგივე გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს სჭირდება დღეს. სწორედ ამიტომ გეგმვა არ არის მხოლოდ ისტორიული დოკუმენტი. ის არის სახელმძღვანელო იმისთვის, თუ როგორ უნდა იბრძოლოს პატარა ქვეყანა თავისი გადარჩენისთვის. მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი გეგმავთან? ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები კამათობენ დღემდე. ზოგიერთი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის დროის მნიშვნელობა, რომ პატარა ქვეყნებს არ აქვთ ფუფუნება დაკარგონ დრო, რომ ისინი უნდა იმოქმედონ სწრაფად, გადამწყვეტად, ეფექტურად. სხვები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ალიანსების მნიშვნელობა, რომ პატარა ქვეყნები ვერ გადარჩებიან მარტო, რომ ისინი სჭირდებათ პარტნიორები, მოკავშირეები, მხარდამჭერები. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის პრაგმატიზმის მნიშვნელობა, რომ პატარა ქვეყნებს არ შეუძლიათ იყვნენ იდეალისტები, რომ ისინი უნდა იყვნენ რეალისტები, რომ ისინი უნდა აკეთებდნენ რთულ არჩევანებს, ზოგჯერ მტკივნეულ არჩევანებს, მაგრამ არჩევანებს, რომლებიც მუშაობს. მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის რაღაც სხვა, არის ის, რომ შიში არის ყველაზე დიდი მტერი. შიში არის ის, რაც აკეთებს ადამიანებს ღალატებად. შიში არის ის, რაც აკეთებს ქვეყნებს სუსტებად. შიში არის ის, რაც კლავს შანსებს. და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ არ დაკარგოს თავისი შანსი კვლავ, ჩვენ უნდა დაუძლიოთ ეს შიში. როგორ? ეს არის კითხვა, რომელზეც რამიშვილი თავად პასუხობს თავის წიგნში. ის წერს, შიში ძლევა არა იგნორირებით, არამედ აღიარებით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვეშინია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა დიდი იმპერიის გვერდით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ მოწყვლადები. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოწყვლადობა არ არის სისუსტე. ეს არის რეალობა. და რეალობა არის ის, რასთანაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რომ ჩვენ ვართ პატარები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს სიმცირეს. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ სწრაფები, მოქნილები, ჭკვიანები. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ალიანსები, რომლებიც ღვთის ძლიერებს. ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ეკონომიკა, რომელიც ღვთის დამოუკიდებლებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კულტურა, რომელიც ღვთის გაუნადგურებლებს. და ყველაზე მთავარი, ჩვენ შეგვიძლია დაუძლიოთ ჩვენი შიში. დაუძლიოთ არა იგნორირებით, არამედ მოქმედებით. მოქმედებით, რომელიც ეფუძნება არა ემოციებს, არამედ სტრატეგიას. მოქმედებით, რომელიც ეფუძნება არა იმედს, არამედ გეგმას. მოქმედებით, რომელიც ეფუძნება არა ოცნებებს, არამედ რეალობას. ეს სიტყვები დაწერილია თითქმის 100 წლის წინ. მაგრამ ისინი ჟღერს ისეთ, თითქოს დაწერილია დღეს. რადგან პრობლემები, რომლებსაც რამიშვილი აღწერს, არის იგივე პრობლემები, რომლებსაც საქართველო აწყდება დღეს. და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის სთავაზობს, არის იგივე გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს სჭირდება დღეს. სწორედ ამიტომ გეგმა არ არის მხოლოდ ისტორია.
ის არის გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. გაკვეთილი, რომელიც შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს მომავალში. რადგან როგორც რამიშვილი წერს თავის წიგნის ბოლოს, ისტორია მეორდება არა იმიტომ, რომ ის უნდა მეორდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ მისგან. და თუ ჩვენ არ ვისწავლებთ ჩვენი შეცდომებისგან, ჩვენ განწირულნი ვართ გავიმეოროთ ისინი. მაგრამ თუ ჩვენ ვისწავლებთ, თუ ჩვენ გავიგებთ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამ გაკვეთილებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი. შეგვიძლია შევქმნათ საქართველო, რომელიც არ არის მხოლოდ გადარჩენილი, არამედ არის აყვავებული. საქართველო, რომელიც არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ არის ძლიერი. საქართველო, რომელიც არის არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ არის წარმატებული. ეს იყო რამიშვილის ოცნება. ეს იყო მისი ხედვა. ეს იყო მისი მემკვიდრეობა. და დღეს, როცა ჩვენ ვკითხულობთ მის სიტყვებს, როცა ჩვენ ვსწავლობთ მის გეგმებს, როცა ჩვენ ვიგებთ მის ისტორიას, ჩვენ უნდა ვიკითხოთ თავს, რას ვაკეთებთ ჩვენ, რათა ეს ოცნება რეალობად იქცეს? რას ვაკეთებთ ჩვენ, რათა საქართველო არ დაკარგოს კიდევ ერთი შანსი? რას ვაკეთებთ ჩვენ, რათა ჩვენმა შვილიშვილებმა ცხოვრონ იმ საქართველოში, რომელზეც რამიშვილი ოცნებობდა? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ. რადგან პასუხები ამ კითხვებზე განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ჩვენს იდენტობას. განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი. განსაზღვრავს, თუ რას ვიმსახურებთ ჩვენ როგორც ქვეყანა. და განსაზღვრავს, თუ რა იქნება საქართველო მომავალში, იქნება ის კვლავ დაკარგული შანსი, თუ იქნება ის საბოლოოდ რეალიზებული ოცნება.